დღე და ღამე მშვიდობისა, სოფლიო ფეხბურთის ზერელე ისტორიას კვლავ მოყვარული ექსპერტი გიორგი ჯანელიძე გაგვაცნობს. გიორგი, ეგორი სიტყვა ერთმანეთს გამორიცხავს. შენ გიხდება. მე ყველაფერი მიხდება. ხო. ფეხბურთი უბრუნდება ბრაზილიას, ანუ მაგია რაც ფეხბურთს აქვს და მაგია რაც ბრაზილიას აქვს ერთად ისევ ერთად არიან და მაგიის კულმინაციას ჩვენ ნახავთ ნახევარფინალში. მანამდე კი დავიწყოთ იმით, რომ პირველი ჩემპიონატი გახსოვს მე როგორ დავიწყე, თითქოს უსია მონოფრაზა იყო, რომ ჩემპიონი გუნდი ბედნიერი და ყლილი და ეცა და ტალახს ჩავარდა. ხო. აქ უკვე სიტუაცია შეცვლილია 2014-ში პირიქით ისა გვაქვს პრეტენზიები, რომ ზედმეტად კარგი სტადიონებია. არ იყო საჭირო ესეთი. რატო შეწუხდით? ხო, რატო შეწუხდით? და ამდენი ფული რატო დახარჯეთ? იმიტომ რომ მე სტადიონები ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგი ავტოსადგომად არის გადაკეთებული, ზოგი რა და ეგეთი ქალაქია მანაუსი რა, ბრაზილიაში სადაც სტადიონი ააშენეს და უამრავი სხვა პრობლემა აქვს ამ დროს. ხო. არადა ეს მანაუსი თავის დროზე იყო ქალაქი, რომელიც აწარმოებდა საბურავებისთვის რეზინა რო ეწარმოებინა, აქ მოდიოდა კაუჩუკის ხე თუ რაღაცა იყო. მარტო რეზინა და არა საბურავები. თუ საბურავებიც. საბურავებისთვის რეზინა. აჰა. და ეს იყო მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი მაშინ. დიდი კი არა, მდიდარი ალბათ, იმიტომ რომ ოპერის თეატრი დედაქალაქში არ იყო ბრაზილიაში, აქ იყო. ხო. და ყველაფერი ევროპიდან ჩამოატანინეს, რაღაცა ბროლები ვენეციიდან, ფარდები პარიზიდან, იატაკი ბრაზილიური იყო, ოღონდ პორტუგალიაში გაუშვეს იქ დახვეწეს თუ გააპატიოსნეს. და მაგრამ მე მოხდა ერთ ცუდი ამბავი, ვიღაც ინგლისელმა რამდენიმე ნერგი მოიპარა ამ ხის. ჩაიტანა ინგლისში და იმათ წაიღეს ტაილანდში და იქ უკეთისდებოდა ეს კერძი, იმიტომ რომ მავნებელი იქ არის. და ამ ქალაქმა 100 წლის წინ შეწყვიტა ცხოველ მოქმედება. მაგრამ აქ გაახსენდათ ბრაზილიაში ტარდებოდა, მაგრამ იქაც ჩავატაროთ და იქაც ააშენეს სტადიონი. მოკლედ ბრაზილიამ ძალიან ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ ამ დროს უკვე იმდენი ფული ტრიალებს ფეხბურთში, რომ სად წაიღონ არ იციან. 476 მილიონი დოლარია საპრიზო ფონდი. ოჰო. ეს ფიფამ რაც დააწესა და კიდე თუ ვინმე რამეს მიაღწევს თავის ქვეყანა თან გადაყვება. ესეთი სიტუაციაა რა. ცუდი ამბები შენ გიყვარს. შენგან მოყოლილი მიყვარს მე თორე. ზოგადად არ მიყვარს. დი სტეფანო კვდება იმის წინ. ჩემპიონატის წინ და არგენტინა აპირებს შავი სამკლაურით ითამაშს. ითამაშებს კიდეც უბრალოდ მე ჟურნალისტიც კვდება მაგ ჩემპიონატის დროს არგენტინელი და რაღაც მომენტში ორი შავი სამკლაურით უნდა თამაში. მაგრამ მე ერთით ითამაშეს. ფინალზე პუტინი ესწრებოდა როგორც შემდეგის მასპინძელი ესწრებოდა მერკელი როგორც ფინალისტის პირველი პირი ანტიგუა და ბარბუდას ხელმძღვანელი რატო არ ვიცი გაბონის ხელმძღვანელი ის არ ჩავიდა არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა კირშნერი არ ჩავიდა შვილი შეეძინა აი ბებიას გული რა არის ხო ამ ჩემპიონატის წინ ბრაზილიაში ისევ არის ეიფორია კი ახსოვთ 50-ში რაც დაემართათ, მაგრამ ეხლა ვინ უნდა გაგვაჩეროს, იმიტომ რომ ბრაზილია ყველა ვარსკვლავი ვიყავთ ნაკრებში და 5 გუნდს გამოიყვანენ კიდე ეგეც, რომელიც იქნება პრემიერ ლიგის რეალის ბარსელონას და ესეთ გრანდების შემადგენლობაში ყოფი ფეხბურთელებს. და ყავთ ვარსკვლავი ნეიმარი.
რომელსაც არ გაუმართლა, რომ იმ დროს გაჩნდა ბრაზილიაში, როცა ბრაზილიას ჭირდება მესის საპირწონე ფეხბურთელი და ნეიმარი რამდენადაც მაგარი კარგი ფეხბურთელია, მესი ვერ არის. და ჯერჯერობით რაც მოახერხა, მოიგო მხოლოდ ოლიმპიადა. ისიც რიოში. და ისიც პენალტებით მოუგო გერმანიის ოლიმპიურ ნაკრებს, რომლიდანაც აი ხა არავინ არ არის ნაკრებში. დევიდ ზელკე და ვიღაცა გიხალხ თამაშ. ჯერჯერობით, თუმცა ნეიმარი მოქმედი ფეხბურთელია, წარმატებები უსურვა. ამ ჩემპიონატზე გამოირჩეოდა პეკერმანის კოლუმბია, ხამეს როდრიგესის 6 გოლი გახსოვს? ამათ კოლუმბია და არავის არ ჯერა ხოლმე მაგათ. სხვათა შორის ამ ჩემპიონატის მასპინძლობა უნდოდა, მაგრამ სერიოზულად არც განიხილე, იმიტომ რომ 86-იც ხომ უნდოდათ და მე თვითონ ვეთქვეს ვარ. აქ უკვე ისეთი ისინი არიან ჩართულები მასპინძლობაში. ვეშაპები. განსაკუთრებით შემდეგ ორში. მაგაზე მე ვილაპარაკოთ, რომ კოლუმბია ხო, ესე ხო. ხო, კი, გინდა ოი რა კაია. და ამ კოლუმბიამ ჯგუფური კარგად გაიარა, მერე გააგდო ურუგვაი, ლუის სუარესი ისევ დისკვალიფიცირებული ამჯერად კაბენის გამო. მახსოვს კი. ხო. და ნუ ყველაზე კარგი ჩემპიონატია კოლუმბიის ისტორიაში. ჰოლანდიას უკვე ვანგაალი ყავს. დიახ. და ისევ 4-3-3 და ესა და ამან კუმანს და ელაპარაკა რომ 4-3-3 კი კაია, მაგრამ რაღაც თამაშებში სხვა ტაქტიკა რომ დამჭირდეს შენ რა შვებოდი მაშინ და რაღაცა ესენი მე ვამპერს წაიყვანა ფეინორდის თამაშზე რომ რაღაცა ისინი სამი წელი თამაშობენ. ვიღაცა იპოვეს ჰოლანდიაში გუნდი, რომელიც არ თამაშობდა 4-3-3 და რამე ესა და მოემზადნენ და ბედის ირონით ვანგაალი, რომელიც ითვლება იმ ესპანეთის, რომელიც მანამდე 3 ტურნირი მოიგო. ერთგვარ სულის ჩამდგმელად, სხვებიც იყვნენ იქ არაგონესი, მედელ ბოსკე და ვიღაცა, მაგრამ ვანგალიც იყო ამ ფილოსოფიის ავტორი და მაგან მოუგო 5-1 მერე იმ ესპანეთს. გიგე მახსოვრება. ცხადია. განსაკუთრებით ვამპერსის გოლი. ხო. ხო არ არის. არა არის და გული დამწყდა. არა უშავს. ნახავს მე მაყურებელი YouTube-ზე და ის სიამოვნებს. ამ ჩემპიონატზე გერმანია უკვე ლიოვმა თავის ჭკუაზე მოიყვანა, მაგრამ ჩემპიონატის წინ დაემართათ რამდენიმე უბედურება. ერთი გროსკროიცმა თასის ფინალის მერე სასტუმროში მოშარდა იმას. ხო, სასტუმროში რა, არა ტუალეტში და არა უნიტაზთან. ეს გადაუღო ვიღაცამ და გამოდო. როისი და სამ გაამწარა ეს. ანუ არ ვიცი. მე რომ მოვიწვევთ. ხო. მარკო როისი დაუშავდათ და ლიოვი ტელეფონზე ლაპარაკობდა მანქანის მართვის დროს და დააჯარიმეს. მერე მერსედესის კლიპს იღებდნენ იმის წინ, მერსედესთან ერთად ნაკრების გასამხნევება კლიპს და ვიღაცას დაეჯახნენ და კლიპს გადარჩა ის კაცი. ანუ ვთქვათ, კაი ხასიათზე ვერ ჩავიდნენ. მაგრამ ლიოვია რა დალაგებული აქვს უკვე ყველაფერი, როისკი დაემტრა. მაგრამ რაღაცნაირად გადაწყვეტილი აქვს, რომ უთავდამსხმელად ითამაშოს. კლოზე წაყვანილი ყავს. მაგრამ ნახევარფინალამდე არც აპირებს გამოიყენოს, იოზილი დგას სრულწხრიანს. ამ დროს გერმანიის არის ლაპარაკი, რომ გერმანიამ წამოიწყო პროგრამა, გახსოვს? რა პროგრამა მითხარ? აი ეს დაისლერი რო ყავდათ მარტო შეეშინდათ. და წამოიწყეს პროგრამა ახალი ფეხბურთელების გამოჩეკას. და ეს თაობა არის, ვინც ეს ჩემპიონატი მოიგო, ხო? რეალურად მართლა იმ პროგრამის ნაყოფია ყველა ორის გარდა რა, კლოზე და ვაიდენფელერი, ვერდერის მეკარე, რომელსაც არც სტეფან ვაიდენფელერი. ხო. ყველა დანარჩენი ეს პროგრამა, იმ პროგრამის ნაყოფია. ეს პროგრამა იყო რეალურად რა, გაზარდეს მწვრთნელების რაოდენობა ბავშვთა ფეხბურთში. 2000 წელს რაც იყო, 4 ჯერ იყო გაზრდილი 2015-ის. და ამ ბავშვთა ფეხბურთში
რახან ბევრი მწვრთნელი იყო, უკვე ბავშვიც ბევრია და რესურსიც გაიზარდა და მივიდნენ აქ. პლუს მაგას თუ ბავშვი ბევრი არის, ყურადღება მაინც არის ბავშვებზე მეტი. ახლა გიორგი, აი ესეც შევხედოთ რა, ნუ დავკარგავთ. თავისთავად. ასევე 2000 წელს გერმანიაში მიიღეს კანონი, გამარტივდა პასპორტის აღება გერმანიაში. მანამდე ნათესავი უნდა ყოლოდა გერმანიაში. და ამ კანონის მერე ბევრი განსაკუთრებით თურქულ ფესვებიანი და არა მარტო ეხლა რო შეხედო ნებისმიერ მათ შორის გერმანია გვიან გამოგხდა ნაკრები. მაგრამ მაგ დროს უკვე არის. მოკლედ ამ თაობამ ლიოვის ხელში დაიწყო ახალი ფურცელი გერმანიის საფეხბურთო ისტორიაში. ხო. და ნახევარ ფინალამდე მივიდნენ, ანუ მიულერს 10 გოლი აქვს გატანილი. და კლოზე ამ ჩემპიონატზე გადაასწრებს ნახევარ ფინალში რონალდოს. იმ რონალდოს. კიჭა რონალდოს თავისივე თვალწინ ის ტრიბუნებზე იმაშია თამაში ბრაზილიაში. ხო. საუკეთესო ფეხბურთელი ახალგაზრდა გახდა პოგბა. მართლა ძალიან კარგი, ელეგანტური ჩემპიონატი ქონდა, მაგრამ მე მაგის ბედი ცუდად წარიმართება, რაღაც ბანდა გაიტაცებს იმაში. საფრანგეთში და გამოსასყიდს თხოვენ, მე ისა და ეხლა სადღაც არის მონაკოში, ხო. მე დიდი პერიოდი არ თამაშობ დისკვალიფიკაცია. ხო, მე დისკვალიფიკაცია, მე ძვირად გადავიდა სადღაც და უფასოდ დაბრუნდა და ისევ ძვირად გადავიდა და თავგადასავალ ცალკე წიგნი მაგაზე შეიძლება უკვე დაწერილიც აქვს ვიღაცას. და მივედით ნახევარფინალზე, ან ბრაზილია მივიდა ბრაზილიის თვის დამახასიათებელი ცეკვა თამაში. ო, აი უნდა მეთქვა ცეკვა ნახევარფინალამდე, მაგრამ იქ 5-0 წააგო პირველივე ტაიმი. მათ შორის 6 წუთში გაუშვეს 4 გოლი. 6-ში კი არა. ვანშტაინი ხო. და უკვე პირველი ტაიმის მერე ვინცაც წასულიყო არ იცოდა ამ 100,000 კაცზე, რომელიც მარაკანაზე იჯდა. და მან დარი ეგეთი, რამდენი მართალი არ ვიცი, ეგეთი ურბანული ლეგენდაა, რომ ლიოვი შესვენებაზე 5-0 უგებენ ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. რა უნდა უთხრას ლიოვმა გუნდს შესვენებაზე? შევიდნენ და რაღაცა უნდა უთხრას, ხო? 5-0 იგებენ და აი მეტი რაღა უნდა უთხრა, რომ მოუმატონინ. ხო და უთხრა, რომ მოდიო, ბოლომდე ვითამაშოთო, პატივი ვცეთ მეტოქეს. ესე უთხრაო? ეს ლეგენდაა? ხო, ეს უთხრა და მე 7-0 გახდა. მე ერთი ბურთი გაუტანა. ხო, ნეიმარი დაშავდა რა. ამ დროს აღარ არის და თუ გახსოვს დავიდ ლუიზი იყო, ნეიმარის მაისურით გამოვიდნენ თავიდან. რო ტრიბუნები აიღებინათ, ცოტა ხანი აახელეს ამდენიმე წელს. სანამ და გოლები მიაყარეს. ხო. და ძალიან დასამახსოვრებელი ნახევარფინალის მერე ფინალში არგენტინა გავიდა იქიდან. მესი არის კიდე ერთი ის არის მოლოდინი რომ იქნება მესიმ რაღაცა ქნას, მაგრამ ამ დროს არგენტინის ნაკრებში პრობლემები არის. საბელია ჯერ გაგოდა ენტრათ აგუერო და ენტრათ მაგრამ რაღაცნაირად მივიდნენ ფინალამდე, მაგრამ ფინალი გადაწყვიტა კიდე ორმა ახალმა ფეხბურთელმა შეცვლაზე შესულმა, შურლემ ჩააწოდა, გიოცემ გაიტანა. თავით გაიტანა დაბალმა ბიჭმა. და მოხდა პირველი შემთხვევა იყო, ხო, როცა იქიდან თასი ევროპელებმა წამოიღეს. სამხრეთ ამერიკაში ჩატარებული. მოდ გავიხსენოთ. 30-ში ურუგვაი იყო და იქ დარჩა. 50-ში ბრაზილია იყო და ურუგვაი მოიგო. მე ევროპაში იყო ჩილეში 62-ში ბრაზილია მოიგო. 70-ში მექსიკაში იყო და ბრაზილია მოიგო.
14 გერმანიაში იყო, 18 არგენტინაში იყო, თვითონ მოიგეს, 86 მექსიკაში იყო და არგენტინა მოიგო. ხო რა, პირველი შემთხვევა თუ არ ვცდები, როცა ევროპულმა გუნდმა ვცდები არა უშავს, ისე კარგად ჩამოთვალე რომ გეპატია და წამოიღო ტრიუმფით. ხო რა, მოუღო ტრიუმფით თუ ჩარტერით. ტრიუმფით და ჩარტერით ერთდროულად, იმიტომ რომ ბრაზილიას მოუღო, არგენტინას მოუღო, მეტი რა უნდა ეკრა. ურუგვაის ნაკბენარი კაცის გამო გააგდო კოლუმბიამ, რომელიც მერე მან გააგდო არგენტინა. ვიკარნახეს რომ ფეხით გაიტანა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც დაბალი ბიჭია. მანდელას სინდრომი ეს არის შეიძლება რომ ახსოვსო თავიდანვე. კი. ეხა იწყება უკვე შაუბნელი ამბები შემდეგი ორი ჩემპიონატის მასპინძლის გამოვლენას. 2009-ში ირკვეოდა ეს და უნდა ბევრს რა, უნდა არაბულ სამყაროს, უნდა რუსეთს, უნდა დიდ ბრიტანეთს, უნდა ამერიკას, ავსტრალიას და ბევრი რაღაცას. 2015-ში ისევ მოიგო ბლატერმა, მაგრამ გადადგა 16-ში და მოვიდა ინფანტინო. ინფანტინო მოუგო შეიხ სალმინ ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფას. რა კარგია რომ მოუგო. ბაჰრეინელ კაცს, რომელიც ბრალდებული იყო ბევრ ცუდ რაღაცაში. გადასახადების დამალვა ყვეთა ვაჭრობა ყველაფერში რა. ოღონდ აი ის რომ მოგიყევი ტეილორის ამბავი სიძე რომ გაუშვა სასწავლებლად. ის სიძე რომ დაბრუნდა ნავთობ კომპანიაში. ხო, გაეროს უკვე ამ ტეილორზე ქონდა აღძრული საქმეები და რამდენიმე ისეთ რაღაცაზე ქონდა აღძრული საქმე, არც გამიგია მანამდე რა. ბავშვთა ჩაბმა ომში ამპუტაცია იძულებით უვიდეთ. ხო და მაგასთან შედარებით ეს კაი კაცია. ამას მოუგო იმან. ხო, ინფანტინო, ხო. და გემახსოვრება ფინალი რომ მორჩა წვიმა იყო ძლიერი. და ყველა დასველდა ეს. გარდა პუტინისა, პუტინს ქოლგიანი კაცია დგას თავად, ხო გა. კი. პუტინი არ სველდება. ხო. სიმბოლოა რომ აი ვის ხელშია ძალაუფლება იყო. ეს საფრანგეთი, რომელიც აქ მოიგებს დამაჯერებლად, იბადება დეშამთან ერთად 2014-ის პლეი-ოფში. ხმებიან უკრაინას და 2-0 აქვს წაგებული რა. კიევში. და გააგდო ნასრი. ხო, ეს საფრანგეთი იბადება მაშინ, ეგრე ითვლება რა. როცა უკრაინასთან წააგეს 2-0, სახლში მობილიზდნენ რაღაცნაირად 3-0 მოუგეს, 2 გოლი გაიტანა მამადუს სახომ, რომელიც მე ბედის ირონით ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავდა. სათადარიგოთა სკამზე დაასრულა. ამის ხო ვიყავით მე და შენ და ვერ ვნახეთ. ხო, ამის მერე ბენზემაც მიდის გუნდიდან ის 2015-ში სკანდალი არის. ოღონდ 2021-ში გამოდის განაჩენი, მაგრამ დეშამმა მანამდე გააგდო, მაგრამ რახან მანამდე გააგდო, ბენზემამ წამოიწყო ანტიკამპანია, რომ რასიზმი და რაღაცა და სახთან მიუწერა რასისტი და ეგეთი ამბები იყო. თუმცა საფრანგეთმა დეშამმა ეს ისაკრა რა, გადაიტანა და ხო. საკაიფო გუნდი დააყენა. მონსტრი გუნდი დააყენა, განსაკუთრებით არგენტინასთან მოგება არის, როცა ბაპე მესი სამჯერ გაუთანაბრა რა, რეალურად ხო გახსოვს იმან არგენტინა, მაგრამ მაინც მოუგო იმან საფრანგეთმა. ხორვატიას კი 4-2 მოუგო მანამ. ყველა ამ თამაში მაინც დამაჯერებელი ესეთი უფრო იყვნენ რა, ფრანგები. ეხლა ცოტა ხანი მასპინძლობაზე ვილაპარაკებს რა. რახან ესენი ბევრ ფულს ხარჯავდნენ და ბევრ დაპირებას იძლეოდნენ არაბები და რუსები.
და რახან ამერიკა ვერაფერს ვერ შვებოდა, მე ამას აბრალებენ, რომ FIFA-ს ოფისში შევარდნენ და დაიჭირეს 7 კაცი. ხო გახსოვს? FBI-ის მიწოდებული ინფორმაციით შვეიცარიელი სამართალდამცავები. და ეს გამოძიება მიდიოდა კარგად რაღაც პერიოდი, მაგრამ როგორც კი ამერიკას მისცეს ჩემპიონატი რაღაც ჩიხში შევიდა. ხო, ჩიხში შევიდა. ხო და ინგლისსაც ხო უნდა და ინგლისი ერთადერთი რაც რჩებოდა ამ თუ რამე ინფორმაციას წააწყდებოდა ამ გარიგებების და იმის შესახებ აჟონინებდა გაზეთებში. იქიდან ვიცით რამდენიმე რაღაცა. პარაგვაელი ნიკოს ლეოს იყო ეგეთი კაცი, ვინც პარაგვაის ხმა ებარა რა. პარაგვაი ვის დაუჭერდა მხარს. და თურმე ინგლისს მოსთხოვარა კანდიდატურის მხარდასაჭერად. კეით მიდლტონის ქორწილში დამპატიჟეთ. თორა კაი კაცი. ლორდის სტატუსი მომეცითო და შეგილაც. FA Cup-ს ჩემი სახელი დაარქვით. მართლა? ხო, რავი. რომელზე ვერ შეთანხმდნენ? ამსამით. ინგლისი ჯერ ეგრე არ არის დაშვებული. ხო, ამ პერიოდში ფულის შესახებ არის ის კაცმა? არა, ეხლა წარმოვიდგინე რომ ან ფული მომეცით რა, ინგლისის ფულის მიცემა არ უნდოდა, იმიტომ რომ მაგდენ ფულს ვერ მიცემდა რასაც არაბები და რუსები. ან ამანი ფიქრო ეგენი ფულის გადახდელები არ არიანო. ხო, ქორწილში დაპატიჟავს რა წირა უდგასო. ხო. მესი მიდის ნაკრებიდან ამ ჩემპიონატის წინ. კიდე ერთი კოპა ამერიკის მგონი ის მე ხელმოცარვის წავიდა ნაკრებიდან და სასწრაფოდ გაერთიანდა არგენტინა რომ დაებრუნებინა და მწვრთნელი მოხსნეს ახალი დანიშნეს ისეთი ვინც თქვა რომ დავაბრუნებო და მართლა დააბრუნა. ხო, მაგრამ მე ის მწვრთნელი წავიდა და მოვიდა სკალონი არისო ამაზე რა 22-ში. მაგრამ დაბრუნებით უკვე აქვე დაბრუნა. ეგვიპტე დაბრუნდა. გამოჩნდა. უკვე სალახით. ხო. კარგად ითამაშეს, მაგრამ სამივე თამაში წააგეს. რუსეთთან წააგეს, საუდის არაბეთთან წააგეს და კიდევ ვიღაცა ყავდა ჯგუფში ისიც წააგეს. 2 გოლი გაიტანეს, სულ ორივე სალახ. ანუ სალახი დაბრუნდა, ეგვიპტე კი არა. ხო. ნუ ვინ ყავს მაგდროს სალახი და ელნენი ყავს. ფეხბურთელები რომც ერთად გაიზარდნენ ბავშვობიდან ერთ გუნდში იყვნენ, იმიტომ ეს სალახი რაღაცა ოაზისში დაბადებული. და ისიც და რაღაცა საფეხბურთო კლუბის იმაში ცხოვრობენ ინტერნატში ერთად. ინფანტინო ამ დროს ჯერ უგონია ხალხს რომ ესეთი კაცი სუფთა FIFA-ს ცოტა გაუმჯობესებს იმით, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო საეჭვო ხალხთან ერთად ჩნდება. სუფთ რეჟიმი ხვდა. ხო. ამ ჩემპიონატიდან კიდე რა გვაქვს? ხორვატია, რომელიც მივიდა იმ ფინალამდე. გააგდო მათ შორის რუსეთი, რომელიც ესპანეთი გააგდო მანამდე. რუსეთის მწვრთნელი არის ამ დროს ჩერჩესოვი და ესპანეთს რომ მოუგო, მე პირადად გამიჩნდა შანსი რომ პუტინი და მედვედევი არა და იქ შემდეგზე ჩერჩესოვი დააყენონ, მაგრამ ხორვატიასთან რო წააგო იმის მერე ისე პუტინია, კი იცი. ჩემპიონატს დაწყებენ 3 თვით ადრე მოწამლეს სკრიპალი, ნავიჩოკის ამბავია. და ეს ზოგი ჟურნალისტი მიიჩნევს რომ რაღაც ამ დროს უკვე უკრაინაშიც ყირიმის ამბავის 14-ის ამბავი მანამდე საქართველოს შემოვარდნენ. და ზოგი ჟურნალისტი ძველმოდური ჩემი აზრით, ვინც ფიქრობენ რომ რუსეთს წაართმევდნენ ამ რამეს. ოღონდ FIFA-ს აქვს ეგეთი თავისებურება რომ ადრე აძლევს უფლებას. ხო, 8 წლით ადრე უნდა მისცე რომ იმან მოასწროს და 8 წლის წინ პუტინი არ იყო ესეთი ცუდი კაცია. პრეზიდენტიც არ იყო მაშინ 2009-ში ის არის ჯერ პრემიერ-მინისტრი. როცა მიიღებს უფლებას ჩაატაროს ეს და სოჭის ოლიმპიადა ის 8-ში მიიღო. ის სოჭის ოლიმპიადა თად კურიოზია.
ჯერ კიდე არ არის დადგენილი ვინ რამდენი медаლი აიღო და ვინ იმდენი დოპინგ სკანდალი ამოუვარდათ რუსებს, რომ ვიღაცა ვინც მე 6-ზე გავიდა. მე 5-ეს დისკვალიფიკაცია მიცეს 2 წლის მე 3 წლის მე 4-ეს მე 3-ეს და ეხა უკვე მე 4-ზეა და ელოდება ერთი დისკვალიფიკაცია. ერთი კაცი უნდა და მედალს მიიტანს სახში. მედლების ცხრილიც იცვლება რუსეთჯერ პირველზე იყო მე 4-ზე მე 12-ზე და რაღაცა ეს საცილო ამბებია მანდაც. 2018 ასე იყო თუ ისე რუსეთმა ჩაატარა. ამის მერე პანდემია და 22-ში უკვე უკრაინასთან დიდი ომი იწყება და რუსეთი იმის მერე მოყვეთეს და ბელარუსიც. ბელარუსი ახალგაზრდული გორში თამაშობს ხოლმე იმის საშინაო თამაშებს. ანუ საქართველოს რაღაცნაირად ამ იმაში ცუდი მხრიდან, მაგრამ ვარ 2022 ყატარი, ყატარზეც ბევრი გამოძიება იქ რა მოხდა და ესა და ისა დიდი ფულია დახარჯული, როგორც ჩანს, დიდი ფული არა მარტო იმაზეა დახარჯული ორგანიზებას, იმათ თავიდანვე. უფლებაზე. ხო, ჯერ რამდენად იყიდეს ეგ არავინ არ იცის, მაგრამ დაგვპირდნენ რაღაც საოცრებებს, რომ ესეთი ნახშირ ნეიტრალური მეთავაშენებთ სტადიონებს, არ გააკეთეს ეგ. კონდიცირება იქნება, რაღაცა ეკო მეგობრული და კონდიცირება იყო. ეკო მეგობრული კუთხურის ალმები. აი დეტალებში და შევიდეთ. ყველაფერს დავგვპირდნენ. მაგრამ რეალურად ლუდის გაყიდვა აკრძალეს. თუ გახსოვს. ამ დროს ბუდვაიზერი სპონსორია ჩემპიონატი. ბევრი ფარსი იყო მან, იმიტომ გახსნაზე გამოვიდა ინფანტინო და თქვა რომ დღეს მე ვარ ყატარელი, მე ვარ აფრიკელი, მე ვარ გეი, მე ვარ შეშმოპირი, მე ვარ ესა, მე ვარ მუშა, მე ვარ ისა. ამ დროს გეობა აკრძალულია ყატარში. და გასაჭერად ქონდა საქმე, ხო? გასაროზგად. ხო, არაფერი. იმიტომ მე მაგ ჩემპიონატზე იყო 7 ქვეყნის კაპიტანს უნდა და იმის გაკეთება და ჯერ იმან ყატარი დაემუქრა FIFA-ს. მე FIFA ამ ქვეყნებს და მე გაიკეთეს. მაგრამ მან ერთი პროტესტი დაფიქსირდა. ირანში იყო ამ დროს მაშა ამინი დაჭერილი ყავდათ გოგო ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის. ისიც არ ქონდა, არ ატარებდა კი არა. ხო, მოღრეცილად ქონდა. ხო. და დაჭერილი ყავდათ და ირანელმა ირანის ნაკრებმა არ იმღერა ჰიმნი ერთ თამაშს. მაგრამ მე დაურეკეს ირანიდან ყატარის ხელისუფლებას, ყატარის ხელისუფლება მოთხრა ირანის ნაკრებს, რომ ბიჭო, რათ მოიქეცითო და მე ირი გაღერ ბიჭო. ხო. ყატარი გახდა მასპინძელი ყველაზე ცუდი შედეგით. მასპინძელი რომელს ყველა თამაში წააგო. ესეთი მასპინძელი აქამდე არ ყოფილა. თავიდან ქონდათ რაღაცა იმედები. რაღაცა პროგრამა წამოიწყეს იმის ნატურალიზაციის, მაგრამ გაეროს წესებთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. ხო, იმიტომ 18 წლამდე ადამიანი წამოიყვანა და შენ გაზარდო, ესე არ არის და შენ ჭკუა. ყატარულად ხო. და არ იმუშავა მაგან და პირველ თამაშზე მაინც იმედი ქონდა ეკვადორს ხვდებოდნენ, მაგრამ 2-0 აგებდნენ მე 25 წელს მან მეხდნენ რომ მაგრამ ვარსკვლავი ყავდათ აკრამავში. ფიფი. ხო. და ეს მოლოდინი არის სამყაროში რომ მესიმ უნდა მოიგოს. როგორ მოიგოს კაცმა არ იცის. თან პირველ თამაშს წააგეს საუდის არაბეთთან. მაგრამ ნუ აბა რაღა უნდა მოხდეს ფეხბურთში ახლა სხვა თუ არა მესიმ უნდა მოიგოს მსოფლიო ჩემპიონი. და მოიგო. მესი მითამაშა მე კომპიუტერივით უშეცდომოდ ყველა დანარჩენი თამაში. გაუმართლა მწვრთნელს რომ ის მაკალისტერი, ენცო ფერნანდესი, ნახუელ პერესი მონი და ყველა ვინც პაპუ გომესი და ყველამ გაამართლა რა რაღაცნაირად ისე მოხდა და მაინც ვერ იგებდნენ რომ არა მარტინეს ფინალში. ხო. ემილიანო გაიბიჭი ემილიანო მარტინესი კაცი რომელიც მე FIFA-ში მყავდა მეორე მეკარეთ.
დიდხანს მეორე მაგარი იყო არსენალს. ხო, იმას სიმულატორში. ლენოს სათადარიგო იყო. და განათხოვრებული არის ყველგან მე რა მოვლილი აქვს ეს ქვედა ლიგები ინგლისის და მე ფულემთან 2020-ში იყო მე მგონი ის დაინდრა. ძირითადის მეკარი. ლენო, ბერნდ ლენო. და ეს დააყენეს ბოლო 9 ტური და ბოლო 9 ტური ისე მოეწონა ასტონ ვილას, რომ ასტონ ვილა წაიყვანა და იქიდან აღმოცენდა. ყველაფერი კარგი რო არ თქვათ მარტინეს რაღაცა შავი მხარეც ექნება. შავი მხარე იქვე გამოავლინა, როცა მესის იმას მოასხეს ის ბიშტი თუ რაღაც ხალათი. ეს უხამს ჟესტებს აკეთებს. არ გახსოვთ? მარა არგენტინას დარჩება როგორც დიდი ბეკარი. და მსოფლიო ფეხბურთსაც რა. მაგ ჩემპიონატზე ისევ მაგარი იყო ესა დეშამბის საფრანგეთი. ხო. მაგრამ არ გაუმართლა ქვია მარტო ფინალში გაათანაბრა სამჯერ გაათანაბრებულზე კიდე მოკოლომუანის შანსი ჰქონდა. აბა ბიჭო. ხო, და აი ემილიანო მარტინესმა მან მოაგები. ხო. და მე პენალტებს. ასე იყო თუ ისე ყატარში ისიც ხო იყო დასაშლელი სტადიონები რო ჰქონდათ. დაუკვირდნენ. ხო. ეგ მართალი იქნება. იმიტომ რომ დაშლი იმას გაყიდი. ხო, მაგრამ გამოთქეს სულ ვიღაცე, მაგრამ ჩვენ ავიღებთ. თუ არ გინდათ ჩვენ წავიღებთ. ხო, ეგ თავიდანვე არა, მთლიანად კი აშლი. იმ ხელა სტადიონი აღჭირდებოდა და ნაციას. იმას ახლა ბალახს ამოუდებს სტადიონი. ბავშვი შევაითამაშებს. კი. და ახლა ველოდებით უკვე მექსიკას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადას შემდეგი მასპინძლების გარკვეული არიან 2030-ში მასპინძლები იქნებიან ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო. ოღონდ პირველი 3 თამაში რახან 100 წლისთავია ჩატარდება სამხრეთ ამერიკის ქალაქებში და ეკოლოგები უკვე აზუზუნდნენ. თითქოს სხვა პრობლემა ფეხბურთში არ იყოს. გარდა გადაფრენის. ან ეკოლოგიაში. ხო, და ასევე უფლებადამცველები აზუზუნდნენ, რომ რაღაც ისე მიდის საქმე, რომ 2034 უკვე საუდის არაბეთს აპირებენ მისცენ. თუმცა მივიდეთ მაგამდე, იმიტომ რომ ამერიკა ხა ხო უმასპინძლებს და ინგლისი გვჭება იმედად რა. ავსტრალია რა. ეგ და კონტინენტებიდან ეგ დარჩა. ცოტა გავლენაც უნდა გქონდეს ან ფული. ავსტრალიას აქვს მხოლოდ სიმართლე. სიმართლე და შხამიანი გველები. და მოჯადოვებული. ხო, ჯადოქრის კონტაქტებია. თუ მოზამბიკში ჩატარდა შესარჩევი, გამოსავლენი მასპინძლის მაშინ წყალი არ გააქვთ. ერთი ტელეფონის ნომერი აქვს. რა სიტყვა, ეს არის მსოფლიო ფეხბურთი, მსოფლიო ჩემპიონატების მხრიდან დანახვა. ბევრი რამე გაფოტოვეთ, ცოტა რამე მოვიტყუეთ, ზოგი რამე გავაბუქეთ, ზოგი რამე გამოგჩა. გამოგჩა ეს თავისთავად ხა ის არის რა ქვია, ამდენი მსოფლიო ჩემპიონატი მოვყევით მანამდე და მე რა იქნება ისიც თქვით. დასკვნა რა შეიძლება გაკეთდეს. ობიექტურად ცივსისხლიანად, ხო? თუ შეიძლება. ფეხბურთი არ არის თურმე ისეთი როგორ? ფუმფულა? ხო. როდის გეგონა? ბიჭო, მეგონა, ყოველთვის შეიძლება არ მეგონა თუ ამდენი სიბინძურე და სად არის სიბინძურე? ხო და აი მითხარი ისა. შენ იცი რა სიბინძურეა ქართულ ცეკვაში? არ მგონია. ფეხბურთის ხელა სიბინძურე იყო. აი, აბა სფერო მითხარი, სადაც სიბინძურეს ვერ გიპოვ. არგენტინული ტანგო. უფ. ცეკვავენ ვარსკვლავები არგენტინულად გინახია იქ? კი, მაგრა ცეკვავენ. ის გოგო გასაგდები იყო. ხო, ალბათ ყველაფერში არის, მაგრამ ხო, რატომღაც ესე მეგონა რა. ხო, მაგრამ ფეხბურთს აქვს მაგია, რომელიც ამ ყველაფერს ინერვებს რა, ინერვებს და მაინც უმციკლოა და კიდე რა შეიძლება იცი თქვას? ეს უკვე ჩემი აზრია. ხო? რომ
იმან ვინ? ნეტარხსელებულმა აველანში ხო. მოაშორა ფეხბურთი ამ დასავლურ იმას გავლენებს. და წაიყვანა სადღაც თავის ჭკუას. ხო, ბრაზილიელია და იმას წაართვა რა ინგლისელ არისტოკრატს. ხო. სადავე და ეს ფეხბურთმა იარა და მოხდა ამათ ხელში არაბების და პუტინის. მაგრამ ჩაერია ტრამპი და დაიჭირა ტვიტერი და ეხა ის სადღაც კაცო გამოწევა მიდის ფეხბურთის მომავალზე და ამათ ყველას ფეხბურთი მოინელებს. ტრამპსაც, პუტინსაც, შეიხსაც და ყველას ჩვენ. კი ბატონო. ასე რომ ფეხბურთი იქნება ამიტომ რაც იქნება და რაც კარგია ფეხბურთში და რაც მაგიური იმით ვისიამოვნოთ და ესეთი მაგიური შემდეგი ღონისძიება იწყება 11 ივნისს. ღამეა, მაგრამ ღამე მაგიას უხდება. ხო.